გრენლანდია და კანადა. აი ეს ხო, რა უნდა, ხო, სუის არის, ხო, ესე იგი რუსებმა და რუსეთუმებმა უცებ ხელზე დაიხუეს, იქ რაღაცა დუგინმა გამოაცხადა, რომ ესე იგი უკრაინა ხო ჩვენ ისევე შტატიაო რა. როგორც ხსისაო, როგორც კანადაო. იმას გრენლანდიას რაც შეეხება, ხო, აქ ორი საკითხია, ხო, ესე იგი რა უნდა ტრამპს იმისგან, ხო, გრენლანდიისგან. მეგონი მიხოთ იმისა, რომ ამაზე ბევრი დაიწერა და ბევრი თქო, მაინც ცოტა რაღაცა უნდა თქვათ რა. ანუ პირველი ამბავი ის არის, რომ გრენლანდია არის არქტიკაში ყველაზე დიდი კუნძული, რომელიც გეოგრაფიულად ეკუთვნის იმას, ჩრდილოეთ ამერიკას, არანაირად არ ეკუთვნის ევროპას, მაგრამ რაღაცების გამო ახლა ისტორიულად რაღაცა ის არის დანიის კუთვნილება რა. დანიის ხო, პრობლემა რა არის ხა? პრობლემა არის ის, რომ ის არის ბოლო დრომდე ესე იგი ეს გრენლანდია მეტნაკლებად იყო ნეიტრალური. ნუ მეტნაკლებად ნეიტრალური იყო, ნუ გრენლანდია თვითონ გრენლანდიის მაცხოვრებლებს სულ უფრო და უფრო სულ არის 415,000 კაცი ცხოვრობს იქ. ცდილობენ ეხლაც რომ სულ უფრო და უფრო მეტი დამოუკიდებლობა მოიპოვონ დანიისგან და დანიას რჩება მარტო რა საერთაშორისო პოლიტიკა. პრობლემაც ეგ არის, იმიტომ რომ ზუსტად ამ საერთაშორისო პოლიტიკა რასაც დანია წარმართავს, ადრე საშუალებას რუსეთს და ჩინეთს იქ რაღაცები აკეთონ, ხო, აშენონ პორტები, მოიპოვონ წიაღისეული რაღაცები გააკეთონ, ხო? გააკეთონ ახალი ისინი რა, სავაჭრო გზები, იმიტომ რომ არქტიკა დნება, ხო? დნება არქტიკა, ну მეტი საშუალება იძლევა, რომ ესე აი ამ გემებმა, სავაჭრო გემებმა იმოძრაონ იმაში ამ არქტიკის წყლებში. ну ჯერჯერობით არ გამოდიდა ეს კარგია, იმიტომ რომ ტექნოლოგიები არ აქვს, ეს გადასარევია. შესანიშნავია, იმიტომ რომ ტექნოლოგიები რო კონდეთ, უკვე იქ იქნებოდნენ. და ესე იგი უსაფრთხოებისათვის ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის და საერთოდ იმისი რა, თავისუფლების სამყარო ძალანიშნულოვანია გრენლანდიაში იყოს ამერიკა და ამერიკა აკონტროლებდეს საერთაშორისო იმას. საერთაშორისო საკითხებს და არა დანია. ну დანია ამ შემთხვევაში აბსოლუტურად ის იცი რა, რამდენადაც მე ვიცი და ესა თუ არ მეშლება აი ამ გრენლანდიის მმართველმა, არ ვიცი, მეყავს პრემიერ-მინისტრი, რაღაც ზაობა თქვა, რომ მოდი შევხვდები ტრამპს და დავილაპარაკოთ. ხო, ანუ აქ ლაპარაკია არის არა იმაზე, რომ აქ ლაპარაკია იმაზე, ну გრენლანდიას აქვს ფორმალურად და რა კი ფორმალურად, ესე იგი რეალურად და შეუძლია დანიას გამოიყოს. ხო, ერთადერთი რაც აჩვენებს გრენლანდიას არის ის, რომ ну ეს დოტაციურია, რა თქმა უნდა, და დაახლოებით 500 მილიონი დოლარის დახმარება საძლევს ისა დანია ყოველწლიურად იმას გრენლანდიას, მაგრამ ხა 500 მილიონი ამერიკის შეერთებული შტატებში არაფერი არ არის, ხო, ეს უნდა წარმოიდგინო, რამდენად გაიზრდება და გრენლანდიის დახმარება თუ კი ის გახდა ამერიკის პარტნიორი და არა დანიის, ხო? ასე რომ ანუ სუბსიდია ჭირდება რაღაცა ყველა შემთხვევაში. ცხადია ჭირდება სუბსიდია, იმიტომ რომ ნუ ახლა წარმოიდგინე ეს უზარმაზარი კუნძული, რომელიც მხოლოდ 50,000 კაცი ცხოვრობს, ხო, რა თქმა უნდა დაჭირდება, ხო? აი სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია, ეკონომიკურად ძალიან მნიშვნელოვანი ხდება, იმიტომ რომ ყინული ძნება და ძალიან ბევრი საზოგადოებრივი წიაღისეულია დანიაში, გარდა ნავთობისა და გაზისა, ყველაფერი. იმიტომ ვიკითხე სუბსიდია, რომ უზარმაზარი რესურსი აქვს და რატო ჭირდება ეს სუბსიდია, რომ თვითონ ვერ აკეთებს? იმიტომ ჭირდება, რომ თვითონ არ აქვს ამის დამუშავების შესაძლებლობა, საიდან უნდა ქონდეს ახლა, ხო, 50,000 კაცს არ აქვს ამის დამუშავების შესაძლებლობა. ამასთან დაგზალეს, ესე იგი, ყველანაირი მოპოვება და აკრძალეს როგორც ჩანს, იმიტომ აკრძალეს, რომ ესე იგი დანიას არ გაეცა კიდევ უფრო მეტი კონცეფციები რა, როგორც ჩანს ამას ისა, ამის საშუალება იყო. ხო, და როგორც ჩანს, იქ არის საკმაოდ დიდი დაძაბულობა დანიასა და გრენლანდიას შორის და ეს დაძაბულობა და მე ვფიქრობ ისეთი რა, ასოცირებული ამერიკის შეერთებული შტატების ასოცირებული წევრობა გრენლანდიის ხალხს ყოველთვის უნდა გაუხარდეს რა. იმიტომ რომ თუ ის მოაშორებს ამ რუსულ და ჩინურ საფრთხეს, გაუზდის ბიუჯეტს. მაგრამ ბოლო-ბოლოს ყველაფერი მიდის კეთილდღეობაზე და თუ კი უკეთესად იცხოვრებენ, გაუხარდებათ ხა. კი, გაუზდის ბიუჯეტს, იმიტომ რომ ის არის დაიწყებს იმ წიაღისეულის დამუშავებას, რომელიც გრენლანდიაშია და მე მგონი საბოლოო ჯამში ეს დამთავრდება კარგად გრენლანდიისთვის და ამერიკისთვის და ჩვენი უსაფრთხოებისთვისაც, იმიტომ რომ დღეს რასაც ესე იგი ჩინეთი ცდილობს იყიდოს ოღონდ ესე იგი არაპირდაპირ გზებით გრენლანდია იმისგან, დანიისგან რა. ეს არის რასაც ჩინეთი აკეთებს დღეს რა. ხო, და ამიტომ ეს რა თქმა უნდა არის ძალიან სახიფათო, იმიტომ რომ რუკას თუ შეხედავთ, მიხვდებით რამდენად მნიშვნელოვანია. ახლა რუკას თუ შეხედავთ, გრენლანდია იმხელა არ არის, რამდენიც რუკაზია რა. ეს სხვა პრინციპია, ბევრად უფრო პატარა, მაგრამ როგორც ამბობენ, რუკა ნახე და მერე გლობუსი ნახე. გლობუსზე უნდა დახედო რა. უფრო პატარა, მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, კანადის უსაფრთხოებისათვის და იმისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოებისათვის და საბოლოო ჯამში მე მგონია, რომ გრენლანდიის იმისი მოსახლეობის
მხარდაჭერით, და ძალიან ადვილია, ხო, რეფერენდუმის ჩატარება, ნახა 50,000 კაცი რა არის, ხო, ძალიან უმარტივესია. რეფერენდუმის ჩატარება, მე მგონი ეს ყველაფერი გადაწყდება ძალიან კარგად და ძალიან სასარგებლოდ გრენლანდიისთვისაც და ამერიკასთვის. ამ გრენლანდიის იმითი ისე ჩანს კიდევ ვილსონი მგონი საუდის არაბებს შეხვდა და ასე შემდეგ. მთლიანად ენერგეტიკული სიტუაციის მოგორება ისე ერთ-ერთი პრიორიტეტია მომავალი აზრით. ხო, როგორც იმის დროს, რეიგანის დროს, აღდგა ის ძველი ისა პრინციპი, რომ ვინც ფლობს ენერგეტიკის სადავოებს, ის ფლობს სოფლიოს და ამიტომ ამ შემთხვევაში ტრამპი როგორც ჩანს რა, ცხადია რომ აპირებს ისევ გამოიყენოს ენერგეტიკული პერპექტივები იმისათვის, რომ დიქტატურები დაამარცხოს სოფლიოში. ნახოთ რა იქნება, ხო? ისევ ვიმეორებ რა. აი ძალიან ხშირად, როდესაც ლაპარაკობენ იმისი ამერიკის ახალი ადმინისტრაციის შესახებ, სულ ცდილობენ მონროს დოქტრინა, ესე იგი მოიგონონ იმაში რა, მოიგდონ იმაში, მსჯელობაში, ეს ისე იზოლაციონიზმია. არ არის არანაირი. მონროს დოქტრინამ გამოიწვია მე-20 საუკუნის დასაწყისის კრიზისი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ყველა მიცის, ვინც ცოტა უდამაოდ ჩახედულია, რომ იზოლაციონიზმი არის სიკვდილი ამერიკას. არანაირად რა. ის, რასაც დღეს ამერიკის შეერთებული შტატები აკეთებს და რასაც აპირებს როგორც ჩანს ტრამპის ადმინისტრაცია, არის პირიქით რა, ეს არის შეუქცევადი გლობალიზმი, რომ თან სოფლიოში იყოს თავისუფალი ბაზარი, იმისათვის რომ ამერიკა იყოს კვლავ ძლიერი. ეს რაც ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებმა კვლავ მოახერხოს საკუთარ ესე იგი, როგორც ყველაფერი ამოტრიალებულად იზოლაციონიზმს რო აბრალებენ, ეს აბსოლუტური ისაა. ეს ყველა მიცის რა, რა ვიცი, ცოტა ისტორია ვიცით საკითხული აქვს ამერიკის შეერთებულ შტატების, ყველა მიცის, რომ სანამდე მიიყვანა ამერიკის შეერთებული შტატები მონროს დოქტრინა. შესაბამისად, არა დღესაც ხდება რაც კეთება იმისათვის, რომ ამერიკა კვლავ გახდეს, ესე იგი, დიადი, make America great again, არის სწორედ ის, რომ ამერიკაში დაბრუნდეს წარმოება, ამერიკამ ესე იგი drill and drill, რაც არის, ესე იგი, მოიპოვოს წიაღისეული, გახდეს ისევ ენერგეტიკულად დომინანტი ქვეყანა და გაყიდოს ყველგან თავისი პროდუქტი და იმისათვის, რომ გაყიდოს ყველგან თავისი პროდუქტი, ამისათვის ყველგან უნდა იყოს ლიბერალური დემოკრატია. ეს არის მარტივი ფორმულა რა. დანარჩენი არის ამაზე დამატებული რაღაცეები. ხო, ეს ზაფხშად არ ესმით, რაღაცა გონიათ, რომ აბა უღირს ამერიკას დემოკრატია, კავკასია, რაღაცა ის სისულელებს ლაპარაკობენ. მთელი ამბავი არის, რომ უნდა შეხედო აი ამ ერთიანი ღერძის მიხედვით რა, როგორ შეიძლება ამერიკა გახდეს დღევანდელ სამყაროში კვლავ დიადი რა. აი მხოლოდ ეს შეიძლება, სხვა გზა იქ არ არსებობს. დიდი და კანადის სიტუაცია, მოდი გადავიდეთ ახლა კანადაზე. ახლა ფაქტიურად მომავალმა სავარაუდო პრემიერ-მინისტრმა რაც გამოაცხადა, ეს ის არის, რაც ფაქტიურად რასაც ითხოვს, ხო, ამერიკა ამ შემთხვევაში ტრამპი. თუ გააკეთა, ყველაფერი დაალაგებულა, მაგრამ ნუ რა ვიცი. ეს რა თქმა უნდა იყო ტრამპის როგორც ყოველთვის, ესე იგი, ძალიან მახვილგონიერი და ძალიან უნიჭო ხუმრობა, როგორც იციან ხოლმე რესპუბლიკელმა პრეზიდენტებმა, ეს ბუშის ლათინური ცოდნის არ იყოს. ტრადიცია, ხო. დაახლოებით ეგეთი რაღაცა ჭირს ამ რესპუბლიკელ პრეზიდენტებს. ტრამპა რა თქმა უნდა, ჩვენ იმდენი შეღავათი გვაქვსო იმაზეო, კანადაზეო. რომ ბარემ 51 შტატი გახდეს, რატო წვალობთო რა, აქ რაზეა ლაპარაკი, ხო? არის ძალიან ბევრი სავაჭრო შეღავათები კანადის მისამართით და არის აბსოლუტურად უკონტროლო საზღვარი კანადასა და ამერიკას შორის, ხო? ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, რაც ეხლა ყველა ვიცით, ხო? ასე არანაკლები არალეგალი შედის კანადის ეს დიდი პრობლემაა. იმისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებისთვის თუ ესე იგი კანადა ამ პირობებს შეასრულებს, ესე იგი შეკვეცავს იმას ემიგრანტების რიცხვს და გააკონტროლებს ამ ემიგრანტებს, მაშინ პრობლემა არ იქნება, ხო? ამერიკისთვის, ხო? კვლავ ესე იგი ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ გააგრძელებს იმ პოლიტიკით. ფაქტობრივად ასე თქვა, ესე იგი ტრამპმა თქვა, რომ ესე იგი ის არის ჩვენ იმდენ შეღავათებს უწესებთ იმას კანადას, რომ ბარემ გახდეს 51 შტატი რა. ისეთივე შეღავათები აქვს, როგორც მაგალითად ტეხასს და ვიღაცას, ხო? ხო, ეგ არის ფაქტია.